ძალიან ლოგიკური გადასვლა არის ხოლმე რა ლაშა აწება რომ ჯანსაღი ცხოვრებით და უცბად ნანუკა ერთ-ერთად ღვინოს დავლევ სალხინოს ამ გულს მოეფერება მომენატრე ძალიან რა ვქნა რა მეშვერება დავლიოთ და გადავიდეთ თქვენ როგორც ხედავთ ჩვენზე კადრში შენატარებ მე მგონი ჩვენ გვერდზე დარბაზში ვარ და ღვინოს ვაჭართ უჩვის ღვინოს ზედანება კიდევ ერთხელ მოგესალმებით დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს ვინც ახლა შემოგვიერთდა და ვეთქვი რომ ვიმყოფებით რესტორან თავადურში და ტრადიციულად ჩვენ ერთად რომა იმყოფება და თავადურის შეფსარეული ბატონი ფრიდონი დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით მოდი გითხარით ახლა რა როგორ ორკერტს მოვამზადებთ აბა პირველს მოვამზადებთ ეს იქნება კრივეტების სალათი თბილის სალათი ბოსნეულთან ერთად მეორე იქნება თევზი, სიბასი, სატაცურით, პრასის ჩიფსებით და მწვანე ზეთისხილის სოუსი. ზღვის პროდუქტები გვაქვს ძირითადად, ხო? მოდი რომ აბა რითი ვიწყებთ? მე პირველ რიგში მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ წინა ჩართვაში ვიყავით მარანში, თავადურის მარანში, ახლა ვიყოფებით ევროპულ დარბაზში და იმედია სხვა დროს ტერასიდან და სამარკეტოდაც გვიქნება. ანუ ამ რესტორანს აქვს ბევრი დარბაზი. დიახ, ბევრი სხვადასხვა ლამაზი დარბაზები. მე და შეფი ბატონი ფრიდონი ერთდროულად მოვამზადებთ ეს არის სიურპრიზი ჩვენი კრევეტების თბილ სალატს. და მე მგონი დავიწყებთ უკვე თანაოხსნით. მე გამოვაცხადებ გამარჯვებულს. რა თქმა უნდა. ვინ გაიმარჯვებს ნახავთ. ერთი და იგივე სალატს ამზადებთ ორივე და მე გავსინჯავ და აი აღნიშნავ რით განსხვავდება ეს ორი სალატი. ცხოვრებაში ვეჯიბრები შეფს. არ ვიცი როგორ გამოვიდა, მაგრამ იმედია ჩელე ანი მინდა თქვენი მხარდაჭერა მაქედა. რომა ჩვენ მხარს დაგიჭერ. ეს არის სხვადასხვა. მოდი ინგრედიენტები აღნიშნოთ ახლა ჩამოვყავთ. ეს არის რუკოლა, ეს არის ლოლა, ეს არის აისბერგი, ანუ ეს ყველაფერი არის სხვადასხვა სალათები. სალათის ფოთლები სხვადასხვა. კი, აი შემიძლია ვაჩვენო კადრში აგერ რუკოლა, აი სხვადასხვა აისბერგი, ეს წითელი ლოლა, ანუ ჩვენთან ბევრნაირი სალათის ფოთლები არსებობს, დიახ. ეს ერთი. აქეთაც სალათის ფოთლები გვაქვს, თქვენც იგივეს იწყებთ, ხო? იგივეს. და დროს აქვს მნიშვნელობა ისე ესეც რომ აღნიშნო თან. ეხლა თლათ ეგრეთ არ გავწირავთ ჩვენ მეგობრებს. არ გავწიროთ რომ ახლა. არ დავჩაგროთ. მინდა ვთქვა რომ ის არის, რა ქვია, ბატონი ფრიდონივით ესპანეთში და იტალიაში და საფრანგეთში არ მაქვს პრაქტიკები გავლილი, მაგრამ აუშავს რომ შენ მაინც უკვე თბილის ჩართვებიდან კი, არ დავზოგავ ჩემ ენერგიას, მინდა გითხრათ ასე რომ არანაკლებია ქართული გემოც. ხო, რა თქმა უნდა. ეს წანი. რუკოლას აქვს რაღაცით ოდნავ მიმსგავსებული აი წიწმატის გემო. ძალიან ოდნავ. ნუ რა თქმა უნდა. ძალიან სადღაც კი, სალათებს უხდება. კარგით, ეს გონი საკმარისი იქნება სალათისთვის. ეხლა რას ვაკეთებ? დავანაწევრებთ. აი ამ სალათაში მთავარი არის კრივეტების მომზადება. აჰა. განსაკუთრებული წესი აქვს მომზადების? შეიძლება რომ გაგვიგვიდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებელმა შეიძლება რომ სახშიც მოამზადოს. ძალიან სწრაფად მზადდება ეს კრივეტები, სადღაც უნდა 2 წუთი. 2 წუთში? 2 წუთში. ანუ თუ მეტი გადავაცილეთ დრო. შემდეგ უკვე უხარისხო გამოდის. ანუ მარტო 2 წუთი. აი ეს მარტივად კიდე, ანუ ყველაზე სირთული არის ამის გრილზე შეწვა. აჰა. იმიტომ ოდნავ მეტი და ოდნავ ნაკლები უკვე აღარ არის გემრიელი. ეს კი 2 წუთი. თავარია, რაც თავარია, ნაკლებ ცხიმს ვიყენებთ. იმისთვის რომ ჯანსაღი პროდუქტი გქონდეს და ჯანსაღი. ძალიან კარგი. თან სასარგებლოა ალბათ ხო? რა თქმა უნდა, ვუმატებთ აი ბულგარულს. აჰა. ეს არის მოთუშული ბულგარული, დიახ, აგერ. შემდეგ ვისარგებლებ. დავაწოდოთ, ესე იგი ბულგარული. ესე იგი ეს არის ხის სოკო და ქამას სოკო. ხის სოკო და ქამას სოკო ერთად ანუ. ამასაც დავამატებთ. ასე. ეს ალბათ ცოტ-ცოტა უნდა ხო ყველა? ცოტ-ცოტა უნდა და გაჩნია ალბათ რამდენი. განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ ის ქართულად აკეთებს, მე ცოტა ევროპულად მაკეთებ. აი ეს არის განსხვავება ჯერჯერობით. მე მაყურებელმა და შენ გადაწყვიტე რომელი იქნება გემრიელი. მე ხარ მიკერძოებული არ ვიქნები და ანუ ლიმნის და თეთრი ღვინის соуსი, ამასაც ვამატებთ ასე. ხო, соуსები უნდა აღნიშნო, აქ არის 4 სახის. თუ 3 სახის соуსი არის, ეს არის დახეხილი კვერცხი, მოდი ვაჩვენოთ. 2 სახის соуსი. 2 სახის соуსი. და აი მეორე соуსი, რასაც უშვებით, ეს არის სოიოს соуსი, ზეითუნი, ზეთი და კიდევ დამატებით რა. პატარ-პატარა საიდუმლოებებიც ასე. პატარ-პატარა საიდუმლოებიც ძალიან. ხო, აღარ უკეთებთ ჩვენ მარილს.
იმიტომ რომ სოიოს соуსი თვითონ შეიცავს მარილს. ეს თქვენ ახლა რა მოესხი? მე ვსარგებლობ კოვზით, რომ ბევრი არ მომივიდეს განსხვავებით ჩვენი მეგობრისგან. მაგარი შეჯიბრი. მე უბრალოდ ნანუკა მინდა აღნიშნო რომ მე ისეთი პროფესიონალი ვარ, რომ მე უკვე თვალის ზომით ვაკონტროლებ რამდენი. ნუ აი არ ვიცი რომ ეს კი როგორ შეგაქოთ ორივე. გაიწაფა. ნამდვილად. ესე იგი, გავიმეოროთ რა გავაკეთეთ ახლა, რომ ჩვენი მაყურებელი არ დაიბნეს. ეხლა გავამზადეთ სალათის მიქსი, ესე რომ ვთქვათ, ბოსტნეულით. დიახ. ოჯახის პირობებში შეგვიძლია ნებისმიერი რაც აგვაქვს შეძლების დაგვარად გავამზადოთ, ამიტომ აქ განსაკუთრებული აღნიშნეთ არის კრივეტების მომზადება. კრივეტების 2 წუთში, ხო? 2 წუთში. 2 წუთში ჩავთვალოთ, რომ სალათი იქნება ფანტასტიკური. ანუ კრივეტებზე დამოკიდებული ეს სალათი. ძელი აქცენტი აქ გაკეთებული. ესე იგი, სალათის ფოთოლი, ბულგარული, სოკო, соуსი, სოიოს соуსი და კიდე რაღაცა მოასწრეთ. ლიმონი, თეთრი ღვინით. ლიმონი, თეთრი ღვინით. ესე იგი, რომ ახლა შერასაკეთებ არ? ახლა ჩვენ უკვე აწყობას კერძის. გაწყობა ხო. კი. აი ნახეთ ეს ოდნავ მოთუშული, ასე დაჭრილი ბოდიში ესეც გრილზე შემწვარი, ნაკლები ცხიმით. ძალიან აი ასეთ თხელ ნაჭრებად. ეს სალათი მე რა მაინტერესებს, აი რომელ სამზარეულო, ფრანგული სამზარეულო. ეს არის ესპანური სამზარეულო. ანუ ნაკლები ცხიმი, რაც თავარია. ძალიან კარგია, თან დილით კარგი იქნება. სამზარეულო გადადის აი ამ ტენდენციაზე, რომ გრილზე გადადიან. ძალიან კაია, მივესალმები მე ამას. მოდი ახლა რომა შენ უკვე გადმოგაქვს ხო ეს ყველაფერი? უკვე გადმომაქვს აი ამ ესეთ პამინდურის თხელ ნაჭრებზე. მე რომა მიცის აქ რაღაცები როგორ უნდა დაადოს და რაღაც. ლამაზად. დიახ. ძალიან კარგი. გასწავლა ხო ეს ფრიდონმა თუ არა? მე რა ვიცი ფრიდონმა მასწავლა კი და ამიხსნა სამსახურს დავკარგავ. არა, ნამდვილად ვეცდები რომ შენზე უკეთესი არ გავაკეთო. კაი, ესე კიდე რა გჭირდება ახლა? კრევეტები. აი ასე. ვაწყობთ კრევეტებს. რა არის ეს? მე მინდა თქვა რომ ფრიდონმა კი მასწავლა, მაგრამ მე მგონი ხეზი ასვლა არ მასწავლა. ბოლომდე არასწავლეთ რა, არ გავხილეთ. იმიტომ რომ კიდე რომ მოვიდეს. ეხლა ამ ეტაპზე ეს რაც გავანდეთ, ეს საკმარისია და შემდეგ ის გეყობა რომ ის საკმარისი. უფრო ძირფესვიანად კიდე ჩემია სხვა. დაახლოებით რამდენი ცალი? 4 ხო? 4 კრევეტი, ეს არის ვებხვისებრივი. და რა ლამაზია რომ ახლა. კრევეტები, დიახ, აი ასე. სად არის ეს სალათი? არა, ამას აკლია სულ პატარა შტრიხი. ეს არის კვერცხი, მოხარშული კვერცხი გახეხილი, გახეხილი ხო ეს კვერცხი? რომელსაც აი ახლა რაღაც ფიფქებივით, აი ასე. თქვენც კვერცხი დაგჭათ ხო? და всё, თქვენიც სად არის? ვარ დავჩაგროთ. რაღაცა ერთნაირი გამოვიდა რა. თუ მე ჩვენ აბა თქვენ როგორ შეაფასებთ? ერთ საიდუმლოს გაგიმხეთ, ადრე მუშაობდით ერთად და ეს პრაქტიკა. არა, ეს ხუბრობა. მე დავიჯერე. ის განწყობისთვის რომ ჩვენი მაყურებელი განწყობაზე დავა. ნამდვილად კარგ განწყობაზე დადგება ჩვენი მაყურებელი. დარწმუნებული ვარ. აბა თქვენ როგორ შეაფასებდით ახლა ამ სალათს? ჯერ არა. მე ძალიან მინდა რომ ჩქარა მოვამზადოთ. გასინჯოთან. ახლავე უბრალოდ. რა კი ასე. რა ინგრედიენტს დაამატებს ბატონი. მე არ დავისწრეს. შემდეგ დავასრულებ მეც. არ გამორჩეს რომას. აბა რა კიდე რა დაგვრჩა? საფეთქით ისარგებლებ თუ შეიძლება. აგერტინებეთ, ვაი. რა დაგვრჩა აბა? რა დაგვრჩა და ლიმონის წვენი. აშკარად გაიმარჯვა. არა, ნუ აი დაიმსახურე რომ შენ ნამდვილად. სხვა თუ არაფერი ლიმონის წვენი უხდება კრევეტს კი. მე ერთი სორბას შევიდა. აბა თქვენთან რა ხდება? ლიმონს დავდებ მე თვითონ, ვისაც როგორ ესიამოვნება. ისე. მიხედვით კი. ნუ ძალიან კარგი. ესე იგი, ახლა კიდე რა სასხამრო მაშინ? ნუ მე მინდა ახლა აქ ბალზამიკოს соуს სამწუხაროდ არ აქვს, არ ვიცი ეს მე მგონი არ გაქვს. სხვა რამისთვის გვაქვს. სოიოს соусია ეს. კაი, მოდი ახლა გავსინჯავ ხო მე? აი ეს არის ჩვენი ოი რა ლამაზია. პატრიციმული სალათი. აი ეს ხო ჩანს კარგად. რაღაცა არ მესმის ჩელეს და ანის. ბოსნეული სალათი. თავენ ბოსნეული სალათი. თბილი. ესე იგი, აბა თქვენ ახლა ანდაჩოლი აბა შეხედეთ ახლა. რა განსხვავება ვიზუალურად რამე განსხვავება ამ ორკესტრს შორის? ვიზუალურად ამ ani ჩელე. ვიზუალურად არის რამე განსხვავება. მე აქ უფრო სილამაზისთვის ვარ. აქ ახლა რომ ამ გააკეთე. მაგრამ რატო გეკითხები აი ეს ლიმონი არის. არა, იმიტომ რომ აქ არის შეჯიბრი. უნდა სრული ისეთი შეჯიბრია რომ არის.
იპოვე 10 განსხვავება. ძალიან ლამაზი სოუსი, მოუსი, ძალიან ლამაზი ორივე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გაიმარჯვა მეგობრობამ. რა თქმა უნდა. გაიმარჯვა მეგობრობა. და უგემრიელეს იქნება ეს კერძი. ეხლა რა დაგვჭა მითხეთ, რაღაცა გასაკეთებელი. სიბას მოგვიმზადებს უკვე. ზა კერძი დავდოთ. მე იმდენად არ მინდა და კერძების მეყურებინა. ესეთ მეტ რაღაცებს ავიღებ. ვორჩხალები. ეხლა რას ვაკეთებთ? კიდე კარგად ავუხსნათ მაყურებელს. ეხლა უნდა გავაკეთოთ სიბასი სატაცურით. სიბასი მოდი ცოტა ჩქარა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მაყურებელმა ნახოს დროში ვართ ძალიან შეზღუდულები. კონკურსი რო შევაჩერო. ეს რა არის ეხლა? ეს არის მწვანე სატაცური. მწვანე სატაცური. იგივე პრინციპი არის აქაც დაცული, გრილზე არის შემწვარი, ცხიმი რაც შეიძლება მინიმუმამდე არის. ნაკლები აქაც ძალიან კარგია. ესე იგი. ვიწყებთ პირველი ეტაპი. ესე მიმდინარეობს. ესე დავაწყოთ. ეს არის სიბასი, რომელიც დამუშავებულია და ფილე გვაქვს უკვე ამოღებული და ესეც გრილზე არის შემწვარი. შემდეგ გვაქვს ის პრასი მომაწოდეთ. პრასი არის კარამელიზირებული, თაფლით და ბალზამიკოს მცენარით. ძალიან საინტერესოა. შემდეგ მივყვებით აი ესე. უნდა დავადოთ, ხო? და კიდე შემდეგ დავადოთ. ესეც ცოტა მოგრძალებულად, ევროპულად. ევროპულად, ცოტა რა. შემდეგ მოდის ჩვენი სიბასი. რა იქნება ეს აიმე ძალიან. ეს ფილეა უკვე. ფილე არის, რომელსაც ძვალი არანაირი არ აქვს. აი ესე. ლამაზად დაადო. ძალიან კარგი. გვაქვს ჩვენ პრასის ჩიფსები. ესეც არის ძალიან ეს პრასის ჩიფსები როგორ გაქვთ გაკეთებული? ამას მეორე მოსვლისთვის გასწავლით აუცილებლად. ბოლომდე არ გვეუბნება რაღაც. გეუბნები ხელზე ახოს არ გასწავლეთ. არ გვესწავლ. აი შეგვიძლია ესე დავდოთ. აი ერთი ინგრედიენტი დაგვჭა, მწვანე ზეთისხილის соуსი. აჰა. ჩიფსებთან ერთად შემიძლია ამის რეცეპტი. რა მაგარია. ეს ესე აჰა, ესე მოვასხათ, ხო? მოვასხათ, ესე ქვემოთ. დაგვჭა რამე? დაგვჭა რამე, რა თქმა უნდა, რახან თევზი გვაქვს, შეგვიძლია რომ დავუდოთ და ეს მეგობარს სურდა რომ ბაზარში აი ქონია ბალზამიკო და რომო ქონია ბალზამიკო აი ესეთი შტრიხი გავუკეთოთ აი რა სილამაზე არის აბა ჩვენს კარგად გული დაწყდა აი ამის გადიდო და წერტილების გაკეთება გული არ დაგწყვიტა რა ჩვენი სიბასი ეხლა შეგიძლიათ ულამაზესი არის მე უნდა დაგემშვიდობოთ და ამ ყველაფერს დავაგემოვნებ კი არა არ ვიცი და ფერი უხდება საერთოდ ყველაფერს და ერთი შტრიხი აქ ლიმონთან შეგვიძლია შევიდეთ კი აი ეს ულამაზესი გაფორმება თან ძალიან გემრიელი იქნება და ესე ლამაზად გემშვიდობები დავდო კადრში რა თქმა უნდა რომ აბა გამოჩნდეს აი ესეთი ულამაზესი კერძებით უნდა დაგემშვიდობოთ მანუკა ძალიან ლამაზი საჭმელია კერძები არის ლამაზი დარწმუნებული ვარ რომ გემრიელესიც არის ძალიან დიდი მადლობა რომას და ფრიდონს თუ არ ვწდები რა თქმა ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ორივეს დიდი მადლობა რა თქმა უნდა რესტორან თავადურს და გემშვიდობებით ნახვამდის კარგად